ირგვლიშვილი, არინა თავაქარაშვილი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა რომ აქ ხართ და მე მინდა რომ დავიწყოთ საუბარი. მე არ მქონია თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. ამ აქციების შემდეგ უკვე 120 დღე არის დღეს უწყვეტი პროტესტისა, ახალგაზრდები, ადამიანები დგანან ქუჩაში და აი რაღაცნაირად 31 მარტი ახლოვდება და გადაწყდა რომ ეს დღე იქცეს ერთგვარ სიმბოლურ დღედ აი ამ პროტესტში თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ესეთი 9 აპრილი მოდის ასევე თქვენ 9 აპრილის მონაწილე ბრძანდებით და ქალბატონ ეთერთან მინდა საუბარი დავიწყო და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ პროტესტში გაჩნდეს აი ესეთი თარიღები, რომ აქტუალობა არ დაკარგოს აი ამ მნიშვნელოვანმა თარიღებმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე მე მგონი ზედმეტია საუბარი, იმიტომ რომ გააზრებული აქვს საქართველოს სრულიად მთელ მოსახლეობას, ისტორიულადაც, სამართლებრივადაც თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თარიღი და აქვე დაუკავშირებ საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელმაც გააერთიანა ამ თარიღმა ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა. და მე დავიწყე ბატონი ზვიადის სიტყვებით და აი ამ პატარა პლაკატით, რომლითაც 91 წლის 31 მარტამდე ბატონმა ზვიადმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა შემდეგი სიტყვებით: ჩვენ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას რუსეთის იმპერიასთან და ეს რეფერენდუმი იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვის, საქართველოსთვის. დიახ, ამით მან ყველაფერი თქვა და შემდეგ აი ეს იყო ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც მოსახლეობის ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა ამომრჩეველთა და იმ დროისთვის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამომრჩევლები იყვნენ 3,5 მილიონი იყო ამომრჩეველი და ესე იგი 3,5 მილიონი ამომრჩევლის 90%-ზე ცოტათი მეტმა მიიღო მონაწილეობა და დადებითი პასუხი გასცა 98%-მა. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მომენტს, რაც მოხდა ამ არჩევნების დროს და რაც განასხვავებს მას ყველა შემდგომი დანარჩენი არჩევნებისგან. ეს არჩევნები იყო ერთადერთი არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისევე სამაჩაბლოში და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება და არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ ვიცით, რომ იმ დროს საქართველოში სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და ყველამ ერთხმად გამოხატა თანხმობა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამდენად ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ არჩევნებმა დაუდო საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეისათვის კავშირი რა თქმა უნდა არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია ის, რაც მოიპოვა კანონიერმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, კანონიერმა უზენაესმა საბჭომ და ეროვნულმა მოძრაობამ იმ შედეგების გადასინჯვას ცდილობენ. მაგრამ ეს იმდენად მყარია ეს დოკუმენტი სამართლებრივადაც, ყოველ მხრივ, მორალურადაც, ზნეობრივადაც იმდენად დემოკრატიული იყო ეს არჩევნები, რომ არავის არ უთქვამს, რომ ეს ჩატარდა რაღაც გაყალბებით. ეს იყო სრული გამოხატულება ქართველი და არა კიდევ ვიმეორებ, არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნების სრული გამოხატვა. და ამდენად ამის გადასინჯვის უფლება არც სამართლებრივად აქვს არავის და არც მორალურად. სამწუხაროდ დღეს გულისხმობ 31 მარტს. აქვე ჩავთავი იმას, რომ აი სწორედ ვინც შექმნა ეს დოკუმენტი და ეს ვინ ჩაატარა ეს რეფერენდუმი, აი სწორედ ის კანონიერი უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ამავდროულად
ქართველთა ერთობა, რომელიც არის პოლიტიკური სუბიექტი, ერთობლივად 31 მარტს ჩაატარებენ ახალგაზრდებთან ერთად კონფერენციას, სადაც სწორედ განხილული იქნება ეს მნიშვნელობა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ქონდა და დღესაც რა მნიშვნელობა აქვს ამას. ამან მყარი საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას და არა ეს ხელშეუხებელი დოკუმენტია, ვინც არ უნდა მოინდომოს, როდესაც არ უნდა მოინდომოს, ეს ნიშნავს, ვინც ამას ეცდება, ჯერ ერთი არ გამოუვა და ის მიდის ქართველი ერის წინააღმდეგ, ვინაიდან ქართველმა ერმა დამაჯერებლად გამოხატა თავისი ნება, რომ მას სურს დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ ჩვენ ვიხდება ეხლა დაკავშირება რახან მკითხეთ 31 მარტს ნაცვლად იმისა, რომ მთელი ერის ზეიმით აღნიშნავდეს ამ დღეს, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ დღეს, ზეიმობდეს აი სწორედ ამ რეფერენდუმს ზეიმობდეს საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უხდება საპროტესტოდ გამოსვლა, რომელიც მიმდინარეობს უკვე, როგორც თქვენ ბრძანეთ, 120 დღეა და 31 მარტს მე როგორც ვიცი, კიდევ მოსახლეობა აპირებს გრანდიოზულ მანიფესტაციას და ეს იქნება არა საზეიმო სამწუხაროდ, არამედ საპროტესტო, ვინაიდან დღეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოს კვლავ დააბრუნონ რუსეთში, წარსულში, რომელსაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახალგაზრდები არ დათმობენ და არ ჩემი თაობა, ვინაიდან ჩვენ ეს სისხლით, ოფლით მოვიპოვეთ და მას შეეწირა უამრავი ადამიანი. ასე რომ ეს ფუჭია, ყველა მცდელობა დამთავრდება მარცხით და ეს უნდა გაითავისოს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა, იმიტომ რომ